დღეს ღმერთმა მრავალს დაგასრულებთ თქვენ და სრულიად საქართველო ამინ. დღევანდელ დღეს დანო და ძმანო ამაღლების შემდგომი კვირაა და ტრადიციულად ყოველთვის გახსენება ხდება პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებისა, რომელიც შედგა 325 წელს ქალაქ ნიკიაში და კონსტანტინოპოლის მეფე, ამ შემთხვევაში იმპერატორი გახდათ კონსტანტინე მეფე, რომელმაც დაარსა კონსტანტინოპოლი, დღევანდელი სტამბოლი. და გააყო იმპერია ორ ნაწილად, რომისა დარჩა დასავლეთში და კონსტანტინოპოლი დარჩა აღმოსავლეთში და შემდგომში მერე ეს გაყოფა არა მარტო სახელმწიფოებრივად მოხდა, როგორც მოგეხსენებათ, არამედ მოხდა ეკლესიის გაყოფაც და დღემდე გაყოფილია ეს, რომ ჩვენ დასავლეთის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირი შენარჩუნებული არ აქვს. მაგრამ ეს საკითხიც სწორედ იმიტომ წამოვიწყებე, რომ პირდაპირ კავშირშია დღევანდელ აი ამ გახსენებასთან, პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების გახსენებასთან. მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვით ასეთი რამ, რომ დოგმატი, რომელსაც ჩვენ რაღაცა კანონებს უწოდებთ და რომელიც ჩვენთვის აი ძალიან ხშირად ადამიანები ხელს გაასავსავებენ, რომ უი რაღაცა ეგ დოგმატური საკითხია, სინამდვილეში ამის ცოდნის გარეშე შეუძლებელია, რომ ადამიანმა სწორ გზაზე იაროს. იმდენად არის შეუძლებელი, რამდენადაც დოგმატი არა მარტო ფორმულირებაა რაღაცა სწორი სარწმუნოების, არამედ ეს არის გზა, მისასვლელი. ეხლა წარმოიდგინეთ გზამკვლევი რაღაც ჩვენი ტაქსები რო დადიან, არაუდარეული, არასწორი ის გვაქვს მიცემული რუქა და აი ესეთი რუქით რო წაგიყვანონ, ეხლა თქვენ დანიშნულების ადგილი კი იცით, ზეპირად იცით, რომ ეხლა მე მივდივარ ამ ადგილას, მაგრამ რუქა არასწორია და მიგიყვანს იმ ადგილას. ვერაფრით ვერ მიგიყვანს, სწორედ ესეთი რამ გახლავთ დოგმატის ცოდნა და დოგმატის გამოთქმა გახლავთ თვითონ უმნიშვნელოვანესი. ამისთვისაც, როდესაც ამბობენ, რომ ფილოსოფია ჩადგა ეკლესიის სამსახურში, სწორედ ამას გულისხმობენ, რომ მთელი ფილოსოფიური ტერმინოლოგიის მოხმობა გახდა საჭირო იმისთვის, რომ ერთია მერასაც ვიაზრებ, მაგრამ მეორეა ეს უნდა სიტყვიერად გადმოგცეთ. და თუ მე კი ეს გავიაზრებ სული წმინდის მეშვეობით, ეხლა თქვენამდე ხომ უნდა მოვიტანო. ამისთვის წმინდა მამების ძალიან დიდი შრომა, არა მარტო შრომაში არ გულისხმობ, რომ რაღაცა უნივერსიტეტები დაამთავრეს. მათი ასკეტური მოღვაწეობა იყო საჭირო იმისთვის და ხანგრძლივი ლოცვები და მარხვები, რომ მათ ეს ყველაფერი შეძლებოდა და გამოეთქვათ და მოეტანათ და ჩვენამდე ჩვენი გონებისთვის გასაგებად აეხსნათ ეს ყველაფერი. ამიტომაც დღევანდელ დღესაც შეიძლება გაისმოდეს არასწორი სწავლება ქრისტეს შესახებ, არასწორი სწავლება სამების შესახებ, არასწორი სწავლება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა იმიჯნებოდეს მართლმადიდებელი ქრისტიანი, მაგრამ გაემიჯნები როდესაც იცი ეს ყველაფერი. და თუ არ იცი, შეიძლება ყველაფერზე თავს აქნევდე, ცდომილებაზეც, სიმართლეზეც და ნებისმიერ რამეზე, რასაც შემოგთავაზებენ და არ იფიქროთ, რომ ეს შემოთავაზება იყოს რაღაცა ჭყალებიანი და რქებიანი კაცი გამოჩნდება და შეგაშინებს. არა, ისე ლამაზია ეს შემოთავაზება, ისე ადვილია ეს შემოთავაზება, ისევე როგორც მსოფლიო პირველ საეკლესიო კრების დროს მოხდა. არიოზი გახდათ ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანი. ამითი შეძლო მან, რომ ძალიან ლამაზად შემოეპარებინა საეკლესიო სწავლების საწინააღმდეგო სწავლება. და იმდენად ლამაზად, რომ მათ შორის ცნობილი ეპისკოპოსები მის მხარეზე გადავიდნენ, სანამ მათთვის არ მოხერხდა იმის ახსნა, აი მართლა წმინდა მამების ამ შეკრების შედეგად არ მოხერხდა იმისი ახსნა, რომ ეს სწავლება არასწორია. აი ესე დასცინის, მინდა გითხრათ, ეშმაკი ესე დასცინის ადამიანს, როდესაც ის არასწორ სწავლებას ქადაგებს და როდესაც არასწორ სწავლებას ადამიანი იღებს. დასაცინი ხდება, ეშმაკის დასაცინი ხდება და ერთხელ ადრე გითხარით, უნდა გაგიმეოროთ, იცით, რას გავს ეს მდგომარეობა, თუ კი ამ არასწორ სწავლებას არ ასწორებს ეკლესია ამ შემთხვევაში, ეს ემსგავსება სიტუაციას, როდესაც სახლში პატარა ბავშვია და ენის მოჩლექით ლაპარაკობს, ეხლა ავტობუსს რო ვერ ამბობს და ავსობუთიო იძახის, ამაზე შეიძლება ღიმილს გვრიდეს ეს, მაგრამ როდესაც გაიზრდება და სრულყოფილ ასაკში შევა, იგივენაირად რომ ლაპარაკობდეს, ხომ აღარ გაგეცინება ამაზე, გული შეგიწუხდება და ეთქვი რომ შვილო, ასე კი არ უნდა თქვა, აი ასე უნდა დამარცხო, ასე უნდა გამოთქვა, იმიტომ რომ კი ვხვდები რისი თქმაც გინდა მიახლოებით, მაგრამ არ შეიძლება სასაცილოდ, საზოგადოების სასაცილოდ არ უნდა გაიხადო საქმე,
იმიტომ რომ შენ სწორად ამ ყველაფრის გამოთქმა უნდა შეგეძლოს. ასეთი იყო არიოზის მოქმედება, რომ მან სასაცილოდ გაიხადა საქმე და სასაცილოდ გაუხადა საქმე ყველას, ვინც ეს არასწორი სწავლება მიიღო, რადგანაც ჩვენი სარწმუნოება რა არის, ჩვენი დოგმატი რა არის, ჩვენი მრწამსი როგორ იწყება. ესეც დოგმატია, მინდა გითხრათ. მრწამს ერთი ღმერთი მამა ყოვლისა მკრობელი, შემოქმედისა და ქვეყანისა, ხილულთა, ყოველთა და არახილულთა. თითოეული ეს სიტყვა, რასაც მე ახლა გეუბნები, დოგმატური სწავლება გახლავთ. ამისთვის ცვალებადობა არ შეიძლება. მაგრამ თქვენთვის რომ კარგად იყოს ეს გასაგები, ნახეთ, როდესაც ვამბობ მრწამს ერთი ღმერთი, სინამდვილეში ჩვენთან ქართულში შეიძლება ვერ გადმოითარგმნა ისე ზუსტად, მაგრამ უცხოენებში ცოტა სხვანაირად ჟღერს. ყველაზე ნაცნობი ალბათ მაინც თქვენთვის რუსულია. ბერძნულშიც ასეა, მინდა გითხრათ, მაგრამ ნახეთ რუსულში როგორ ვერую ვაეძინავა ბოგა. ადნავო კი არ წერია. ვაეძინავა. რას ნიშნავს ეს სიტყვები? ერთადერთი ის მწამსო კი არ წერია. იქ წერია, რომ წამს ღმერთის ერთობისა, ასე რომ წარმოიდგინოთ ეს ყველაფერი. იმ ერთობისა, რომელსაც ქვია ყოლაწმინდა სამება. და მე ეს ყველაფერი გაშლილია სხვა მოხდებში. ქართულში ეს თლად ესე ვერ ჟღერს შეიძლება, მაგრამ ამისი ცოდნა რატომ არის ახლა თითოეული ჩვენგანისთვის საჭირო და აუცილებელი და სავალდებულო. მინდა გითხრათ, პირველ რიგში რომ გზას არ აცდეს სწორს და მეორე რიგში ადამიანის გადარჩენა ხდება სწორედ მართალი სარწმუნოების აღიარებით და რწმენით. რას ნიშნავს ეს? ადამიანს თუ კი სწამს რომ ღმერთი განკაცდა და ამ განკაცების შედეგი იყო ის, რომ ჯოჯოხეთიდან მისი ამოყვანება მოხდა მთელი პროცესები თქვა ჯვარცმას, გულისხმობ, აღდგომას და შემდგომში ამაღლებას, ეს ყველაფერი აღსრულდა ადამიანისთვის, აი ამ სარწმუნოებაზეა დამოკიდებული მისი გადარჩენა არ გადარჩენის საკითხი. ეხლა ნახეთ რა არის ერეტიკოსის სწავლება, რომელიც გთავაზობს ქრისტეს შესახებ საუკეთესო რამეს გეუბნება. ის არის რჩეული, ის არის განსაკუთრებული, ის არის განღმრთობილი და ამას ყველაფერს შემოგაბარებს ერთი სწავლებით, რომ ართვა განკაცებული ღმერთი. ანუ ყველაფერს საუკეთესოს გეუბნება, კი არ გმობს. ქრისტეს შესახებ ცუდს არაფერს არ იტყვის, ასე ერთი შეხედვით, მაგრამ სინამდვილეში ცუდს კი არა, საშინელებას გეუბნება, იმიტომ რომ თუ ღმერთი არ განკაცდა, კაცის მიერ შეუძლებელი იქნებოდა ამ ყველაფრის აღსრულება. ამიტომ ერეტიკული სწავლება გახლავთ გზა არასწორი მიმართულებისა, რომელსაც მიყავს არა იქ, სადაც ჩვენი დანიშნულების ადგილი, არა იქ, სადაც ჩვენ სამშობლო დავკარგეთ და უნდა დავიბრუნოთ ეს ჩვენი სამშობლო, არამედ მიყავს პირუკუ საწინააღმდეგო მიმართულებით, იმიტომ რომ გეუბნება, რომ კარგია, გადასარევია, ქრისტე განღმრთობილია, საოცრებაა, ჯარი აღადგინა, მას თვალი აუხილა, ასექნა, ისექნა, მაგრამ განკაცებული ღმერთი არ არის. რას ამბობს იცით არიოზი? იყო დრო, როდესაც ქრისტე არ იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტე ქმნილება, ანუ ღმერთმა შექმნა და მერე ის განიღმრთო. ასეთი უამრავი მაგალითი შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ არარსებობიდან არსებობაში ვინც შემოდის, ყველა ქმნილია. არარსებობიდან არსებობაშია შემოსული მაგალითად იონე ნათლისმცემელი, რომელზეც წერია, რომ ასეთი წმინდანი არ დაბადებულა. არარსებობიდან არსებობაში შემოვიდა, ესე იგი ქმნილია. მაგრამ განკაცებული ღმერთი კი არ არის. ის არის განღმრთობილი ადამიანი, რომელიც განიღმრთო, მაგრამ მასაც კი არ შეეძლო. პირველს წმინდათა შორის, ამ შემთხვევაში როგორც მაცხოვარი ამბობს მასზე, არ დაბადებულა კაცი, რომელიც მასზე წინ იქნება, აი ამ კაცსაც კი არ შეეძლო, რომ ჯოჯოხეთის კარები გაეღო, უпростоრად ჯოჯოხეთის კარები კი არა და სამოთხის კარები გაეღო და ჯოჯოხეთიდან ამოეყვანა წმინდანთა სულები. არ შეეძლო. ეს რომ შეძლებოდა, მაშინ ღმერთის განკაცების საჭიროება არ დადგებოდა. ანუ თუ კი ხვდებით თქვენ ახლა ამას, რამდენად საჭიროა ამისი ცნობა, რომ სადმე რაიმეში არ გადაგვიტყუოს ერეტიკულმა სწავლებამ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ქრისტეზე გადასარევად ლაპარაკობდეს, სადაც კი აცდება ის განღმრთობის შესახებ სწავლებას, მაშინ უნდა განეშორო მას და შორს დადგე მისგან, იმიტომ რომ არ მიყავხარ მას სწორი მიმართულებით. იგივე ეხება ყოველწმინდა ღვთისმშობელზე სწავლებას, როდესაც უკვე შემდგომი ერესები გაჩნდა,
ნესტორი იყო ერთ-ერთი ასეთი ადამიანი, რომელიც არიოზისგან იცავდა ეკლესიას და საოცარი რა არის იცით, რომ ისე რადიკალურად იცავდა, აი რადიკალიზმი როგორ არაფრით არ შეიძლება ჩვენი უწმინდესი სულ ამას ამბობს ხოლმე, რომ ნუ იქნებით მოსმენა ისწავლეთ, რადიკალები ნუ იქნებით. ეს ნესტორი იყო გულანთებული კაცი და ეკლესიის დაცვის მიზნად ისე ქონდა დასახული და ისე იცავდა არიოზისგან, რომ სხვა მწვალებლობა ჩამოაყალიბა. თვითონ აცდა იმ ნამდვილ გზას, როდესაც ასეთ რადიკალიზმს დაადგა. ახლა მან დაიწყო ასეთი სწავლება, რომ ნუ კი ამბობთო ღვთისმშობელსო, უნდა თქვათ ქრისტეს მშობელი. ანუ ცხებულის ქრისტე რა არის ცხებულის მშობელი. კვლავ აცდენა არის განკაცებასთან მიმართებაში. ამის შემდგომი სწავლებას თქვათ, როდესაც მონოთელიტობაზე ან ერთ ბუნებაზე ასწავლება ან ერთ ნებაზე, რომ თითქოს მას ერთი ნება ქონდა მხოლოდ ეს მათ შორის ხათმე ბრძოლებაც კი ბოლო აი მწვალებლობა რითიც დაემხო აბსოლუტურად ყველა მწვალებლობა და ეს მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე განიხილეს და სულ ყველაფერი შეაჩვენეს რა თქმა უნდა არასწორი სწავლება ბოლო რა იყო ხათმე ბრძოლება თითქოს რა რომ ახლა აბაბენ ადამიანები რომ აი ხათი არ გვინდა ბატონო იმიტომ რომ რაღაცა კერთთამყარისმცემლობის ნიშნებს ხედავ ჩვენ ამ ხათში და არ გვინდა ხათი რომ არსებობდეს და არ უნდა დაიხატოს ხათი მინდა გითხრათ რომ აქაც ეს მზაკრობა არის ჩადებული აქაც ეს მზაკრობა არის ჩადებული რომ ხატის დახატვა არ შეიძლება ამბობს ის ვისაც ღმერთის განკაცებაში ეპარება ეჭვი და რატო განკაცებამდე ღმერთს როგორ დავხატავდი რაც არ მინახავს როგორ დავხატავ მე როგორ წარმოგიდგენია არ გინახავს დახატავ მაგრამ რაც გინახავს რომ შეგიძლია დახატო აი ამაზე მიდის დავად არა იმაზე რომ ვიღაცას კერთთაყვანისმცემლობა გონია ხატ ეს რა ქვია ხათთაყვანისმცემა არა აქ ლაპარაკია იმაზე რომ ვერ დახატავ შენ მას გეუბნებიან და რატომ ვერ დავხატავ თუ კი განკაცდა სახე ხომ მაჩვენა და ამ სახეს როგორ ვერ გადავხატავ მე არ შემიძლია სამწუხაროდ მაგრამ ხატვარს ხომ შეუძლია აი ბოლო აი ეს მწვალებლობაც კი აცდენა არის მიმართულების აცილება არის საზოგადოებისა რომ არასწორი გზით წავიდეს და არასწორი გზა სად მიდის ყველას კარგად მოგეხსენება არ გჭირდება მისი შეხსენება და ერთადერთი სწორი გზა გახლავთ ის რა შრომაც დადეს წმინდა მამებმა აი ამ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე და დადეს ეს შრომა თავიანთი არა მარტო იმით რომ დიდი მოღვაწეო სამოღვაწეო ასპარეზი ქონდათ მათ თქვათ და უდაბნოში თუ ლოცვით თუ მარხვით თუ რაღაცა ძალიან დიდი ასკეტური მოღვაწეობით რომელიც ჩვენთვის მოსაყოლათაც კი ძნელია როგორ იხწყოდნენ ეს ადამიანები არამედ საკუთარი სისხლითაც კი პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებას მიცესწრებოდა 318 წმინდა მამა არის ამ 318-დან ჯანმრთელი არც ერთი აღარ იყო ზოგს ხელი ქონდა მოჭრილი ზოგს ენა და ზოგს სახე დამახინჯებული წამებისგან აწამებდნენ ვინ? აწამებდნენ ადამიანები, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ თქვენ ასე უნდა ილაპარაკოთ ქრისტეს შესახებ. ესენი ამბობდნენ არა. და მახსენდება მაქსიმე აღსარებელის დავა. მაქსიმე აღსარებელს მონოთელიტობის, ესე იგი, აი ამ ერთი ნების შესახებ მთელი ბრძოლები ჰქონდა, აი რა გითხრათ, ხელი მოაჭრეს, ენა მოაჭრეს, აი რა აღარ გაუკეთეს კაც და ბოლოს მიდის მასთან ეკითხება ჯერ კიდევ საუბარი როცა შეეძლო და ეკითხებიან მას რომ როგორ მაქსიმე ხლა შენი სწავლებითო ისე გამოდისო რომ ჩვენო რადგან შენი არ უჯერაო მარტო შენ გადარჩები და ჩვენ ყველანი წარწმუნდებითო და მაქსიმე ეუბნება ასეთ საოცარ სიტყვებს ღმერთმა დამიფაროსო რომ ვინმეზე თქვა წარწმუნდება მაგრამ ჩემზე ზუსტად ვიციო ამ სწავლებას თუ არ დავიცავ აუცილებლად წარწმუნდება და ერთმა კაცმა მოუგო მთელ მსოფლიოს მინდა გითხრათ შეიძლება ასე თქვას იმიტომ რომ მთელი მსოფლიო იყო მის წინააღმდეგ ამ სწავლებაში და მან დაამტკიცა რეალურად ის ჭეშმარიტება რომელიც დღეს ასევე ჩვენი დოგმატურ სახელმძღვანელოს წიგნშია შეტანილი და ასე სწავლობთ რომ მას ჰქონდა არა მარტო საფრთხონება არამედ ადამიანური ნებაც მას ჰქონდა არა მარტო საფრთხო ბუნება არამედ ადამიანური ბუნება და ამ ორის ერთმანეთში ან გადაზელა ან არევა ან რომელიმე ბუნების წართმევა ერთი შეხედვით ვითომ არაფერი მაგრამ მაშინვე აგაცდენს ადამიანს იმ სწორ გზას რომელი გზაც გახლავთ ცათა სასუფეველში შემყვანებელი და ჩვენი მაცხოვნებელი ამინ ყველას გისურვებთ რომ არ შეგაშინოთ რაღაცა ვაიმე დოგმატი ძნელი იქნება
წამს ხომ გითხულობთ ყოველდღე დილის ლოცვებში გიწერია. ყოველდღე ეკლესიაში წირვაზე წამსის გარეშე წირვა ვერ ჩატარდება, იცით? ხათაშორის ამითი იწყება. როდესაც მოწოდება არის, რომ კარნის სიბრძნით მოხედენ, ამის შემდგომ წარმოითქმის წამსი. სამი აუცილებელი პირობა არის, რომ ლიტურგია შესრულდეს. პირველი უნდა ითქვას, რომ იყვარებოდეთ ურთიერთას, ანუ სიყვარულის გარეშე შეუძლებელია ამ სვეტის შეწირვა. მეორეა, რომ უნდა წარმოითქვას ნამდვილი და უცდომელი ჭეშმარიტი სარწმუნოების სიმბოლო და მესამე რა არის? მადლობდეთ უფალსა. აი ეს არის სამი აუცილებელი პირობა, რითიც შეგიძლია ღვთისმსახურებაში მონაწილეობა მიიღოს. და ასე რომ წამსი თუ არ იცი, ისე ვერ წამსის ცოდნაში არ იფიქროთ, ახლა მე ზეპირად გთხოვდეთ ამ მოხდებს. გააზრებას გთხოვთ მხოლოდ მისას. აი რაზეც გელაპარაკებოდი პირველ ბოლოში, რაც გითხარით რა, რომ წამს ერთი ღმერთი. აი ეს ყველაფერი უნდა იაზრებდეთ ამას და რაღაცა არ უნდა გქონდეთ ისე სკოლაში რომ გავალებდნენ საზეპიროებს და ერთი სიტყვა რომ ავთანდილის ანდერძით ამაზეპირებინ, ეს ერთი სიტყვა არ მესმოდა რა ეთქაში. არ მერჩივნა რომ აი ეს ისა და ზეპირად არ მომეყოლა. ჯობდა რა თქმა უნდა. მადლობა მაინც ყველას ჩვენს პედაგოგებს, ის მაინც ხოლმე მონებას ავარჯიშებს და ცოტი მაინც არ არის.